მოგესალმებით მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს არხზე აირგან ჯორჯია. გამოვედით ტურნირისთვის მოსამზადებლად. გადავიღეთ ინტერვიუებს უკვე პროფესიონალ სროლელებთან ერთად. გეტყვით რა როგორ სად უნდა ვისროლოთ. მივმართავთ ახალ მონაწილეებს, დამწყებებს, ასე ვთქვათ. ეს არ იქნება პრეციზიული სროლა, წერტილოვანი და ასე შემდეგ. გონგებზე იქნება სროლა და ყველა შეუძლია მონაწილეობის მიღება. ტურნირი არის ღია, მთავარია რომ გქონდეთ თქვენ სახელზე რეგისტრირებული პნევმატური იარაღი და გაიაროთ რეგისტრაცია ეკრანზე მითითებულ ნომერს. აქ არის გონგები ზომბი აპოკალიფსისთვის. ჩამოგვივიდა სულ ცინცხალი ახალ-ახალი. შვიდიროა და მე რა და თვითონ გამოაძრო და სავარაუდო დედას მომწონდა. თვითონ გამოაძრო გააფუჭებდი. ვითი გამოაძრო რა. ეკინის ხელოსანია და რაღაცა შევაძებდა ელექტროზე. აი ეს ამოიღებ. ამასაც ამოიღებ. ეს შინთარი ესე გამგორებული. ვაჰ, ბიჭო. კროსმანის პელეტიც დავინახეთ. პელეტი შინთარა, მაგრამ პელეტებისთვისა ეს განკუთვნილი. ახსნათ ესა. ამოვიყვანოთ. ეხა თოკიც. შუბლის ზარღვი, შუბლის ზარღვი. ეშინია მზის. აი ზომბი. მზის და სლაგის. გათა გესმიშები. ესა მექანიზმი, რომელზეც დადგება ეს ყველაფერი. აი ხარი, ჩვენი საყვარელი ბიძია თან ულოშედიანია, შეგეშალთ, ესე იგი მექსიკელია რა. აჰა. ბიჭო. ეხა ვაწყობთ. ვიღაც პაბლო სანჩესი იყო და უკბინა ხუაკინ ფელიქსმა და გახდა ზომბი. ცოტა გახურებილია თავი. ეს იქნება ბიჭებო თქვენი სამიზნეები. ტურნირის მთავარი სამიზნე მიკავია ხელში. ეს არის ზომბის გონგი, რომლის მოხვედრის შემთხვევაში გაქვთ ორი კლასიფიკაციის ქულა. პირველი თავის არეალი. თავის არეალის მორტყმის დროს ვარდება სამიზნე და ხვდებით რომ მაქსიმალურ ქულას გავარტყით. ხოლო მთლიანი სამიზნის შემთხვევაში მხოლოდ ხმას ვიგებთ და ხვდებით რომ დაბალქულიან ნიშნულს გავარტყით. ასევე გვაქვს ყვავის გონგები, რომლებიც იგივე ტექნოლოგიით არის აწყობილი და ასე ვთქვათ მარტივია მორტყმა. პნევმატური იარაღით ამ გონგზე მორტყმა არ არის რაღაც განსაკუთრებულ სირთულესთან დაკავშირებული. რადგან დევს სადღაც 50-70 მეტრზე მიახლოებით. ამიტომ ყველა შეუძლია დამწყებებს მონაწილეობის მიღება, სროლა, საკუთარი თავის გამოცდა, ვისაც ექშენი უყვარს, გართობა ვისაც უნდა, რავი. ჩვენი კარი ღიაა, გელოდებით ტურნირზე, ასევე პროფესიონალი სროლელებიც მიიღებენ მონაწილეობას. ვერ გეტყვით იმას, რომ თქვენზე მეტი შანსი აქვთ გამარჯვების, იმიტომ რომ პრეციზიული სროლის დროს სხვა რამეა გასათვალისწინებელი სროლაში, აი ექშენის დროს კი განსხვავებულია ყველაფერი, იმიტომ ჩამოხლული ისვრი, დაწოლილი ისვრი, გორიდან ისვრი, სიმძიმე აკიდებული ისვრი და არის რაღაც მომენტები, რაც აფერხებს ნებისმიერ სროლერს, მაგრამ სამიზნე დიდია. გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, ეკრანზე მითითებულია ნომერი რეგისტრაციისთვის და დაგვიკავშირდით. აკო, როგორ ემზადები ტურნირისთვის, აბა? ვიცი, კარგად. კარგი განწყობით და დიდი მოლოდინებით. აკო, პირველ რიგში რას ეტყვი იმ სროლელებს,
დამწყებებს, ვისაც მონაწილეობა უნდათ და ყოფმანობენ, ვერ გადაუწყვეტიათ, გამოვიდნენ, არ გამოვიდნენ. აი დამწყებებს ვეტყვი მხოლოდ ერთ რაღაცას. გამოდით შეჯიბრზე, მოდით ჩვენთან და ნახეთ რა ხდება საქართველოს აირგანში. რას ვისვრით, როგორ ვისვრით, რა დისციპლინები გვაქვს, როგორი სროლის ტექნიკა გვაქვს. მოგბრძანდით, შეხედეთ სიტუაციას, მიიღეთ შეჯიბრებებში მონაწილეობა და დაიხვეწეთ აირგანთან ერთად. რა თქმა უნდა, პრეციზიული სროლა არ არის გონგებზეა სროლა და უკეთეს შანსს ვერ ნახავენ, რომ კი ბატონო. როგორც სტარტაპი ძალიან მაგარი ტურნირი არის დასაწყისისთვის, კი ბატონო, არ არის პრეციზიული სროლა, თუმცა არის ექსტრემალური რა, ანუ ექშენი. ნადირობასთან მიახლოებული და პლუს ექშენი იქნება იმით, რომ ეს ზომბი აპოკალიფსის გარემო დაგხვდებათ აქ და შეიქნება ისეთი გარემო, რომ რაღაც შუტერ გეიმში იგრძნობთ თავს რა, ესე რომ ვთქვათ, გადმოტანილი რეალობაში და ძალიან საინტერესოა და მოგბრძანეთ ყველა აუცილებლად. ბატონო გიორგი, აბა როგორ ემზადებით ტურნირისთვის? მოვიტანეთ სამიზნეები. პირველ რიგში რაც მინდა კითხოთ ეს არის დამწყებ სროლელებს რას ეთქვით, რა რჩევას მიგცემთ, ვინც ხოიც პირველად ყოყმანობს მონაწილეობის მისაღებად და ეს ხო არ არის პრეციზიული სროლა, არის გონგებზე სროლა და აქედან გამომდინარე თქვენი კომპეტენტური აზრი დაიხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. ძალიან ძნელია ეგეთ რაღაცაში ჩარევა, მაგრამ საერთოდ ნებისმიერი შიში სისულელია, იმიტომ რომ ეს კონკრეტული შეჯიბრი რაც სტარტდება 3 დღე საკმაოდ დიდი არის, ასე რომ ძალიან ცუდად უნდა ისროდე, ასე რომ არ ისროდე რომ ვერ გაარტყა. ეს უფრო სახალისო არის ვიდრე პრეციზიული ზუსტად ჯგუფების შემკრები ვიწრო სპეციალობის შეჯიბრი. გარდა მაგისა, ესეთ ვარიანტი ხა სროლა და პრაქტიკა გამოიცხავს ყველაფერზე ერთი, მეორე. აუცილებლად უნდა სინჯო შენი თავი. შესაბამისად შეაფასო სხვასთან მიმართებაში. დამატებით სჭირდება კიდე ვარჯიში თუ არა, დამატებით რამე გააქვს გასაკეთებელი, საყიდელი, შესაცვლელი. მოკლედ, რედუქტორი ასაწევი თუ დასაწევი. ეს ვარიანტი ხო განვითარების აუცილებელი კი არა ამ შეჯიბრზე. რომელიღაც შეჯიბრებს ყოველთვის ჯობია რომ გამოხვიდე, იმიტომ რომ შენს ლიმიტებს გარკვეულ არეალს უცვლი რა და ხდები მე საით უნდა იმოძრაო რა. ნუ დასაწყებად მე ამ ტურნირზე ყველას ვეპატიჟები, იმიტომ რომ გონგებზეა სროლა. ახსოვს პირველი ღია რო ჩავატარეთ, მაშინ იყვნენ ახალწეულები, ერთ-ერთი მე ვიყავი სხვათაშორის. გავიზარდე. ხო და ძალიან დამეხმარა და ამიტომ მე ვფიქრობ, ყველა უნდა მოვიდეს, ვისაც სურვილი აქვს. თუ გაზრდა გინდა, ყოველთვის შენი კონკურენტი უნდა იყოს შენზე უფრო ძლიერი. რომ რაღაცაზე სწორების ვარიანტი გქონდეს და გაიზარდო. თუ შენი კონკურენტი სუსტი არის, შენ ვერაფრით ვერ გაიზრდები, რაც ხარ, ის დარჩები. ან მაქსიმუმ ცოტა რაღაცას ოდნავ გაიუნჯებს, ან თვითკმაყოფილებაში იქნები, რომ აი მე მაგარი ვარ და მორჩა მაგით მეტი არაფერი არ მჭირდება. ზრდა მიდის სპორტზე, მაშინ როდესაც ვიღაცა შენზე უფრო ძლიერს ხდები. აი უკვე იქ არის ასპარეზიც, დინიც, სწავლაც, განვითარებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი ეგეთი არ არის. ყველა ძირითადად შეჯიბრი და ასპარეზი ზუსტად ამას ემსახურება, რომ ჩვენი თავი უფრო სპეციალიზირებული გავხადოთ, უფრო დავიხვეწოთ და ნუ წინ წავიდეთ ასე თქვა ჩვენ სფეროში. ტურნირი არის უჩვეულო. ჯერ რომ არ ქონია ეგეთი. საკმაოდ საინტერესო აქტივობებია და აქტივობებს თავი დავანებოთ და კომბინირებული ტურნირი არის. როგორც ცეცხლსასროლიდან, გლუვიდან იქნება სროლა, ასევე იქნება პნევმატური იარაღიდან, სხვადასხვა მანძილზე, სხვადასხვა სამიზნეებზე, როგორც ფორმით, ასევე ზომით და ფაქტობრივად მსროლელი იქნება, როგორ თქვა, ისეთ რეალურ სიმულაციაში, რომ ძალიან დიდი შანსები ექნებათ ზომბებსაც და ძალიან დიდი შანსები ექნებათ მსროლელებსაც, მაგრამ მაინც ყველაფერი დამოკიდებულია მსროლელზე, რა თქმა უნდა. ექშენის მოყვარულები შემოგვიერთით ნამდვილად, მოიწონეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ვიდეოები, უყურეთ სიახლეებს და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს ნახავთ ჩვენთან. და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ექშენის მოყვარულებისთვის ღია ეს ჩემპიონატი და შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მითითებულ ნომერზე, დაგვეკონტაქტოთ, დაგვიკავშირდეთ და მიიღოთ ჩვენი
შემოთავაზება, რომ მონაწილე გახდეთ ზომბი აპოკალიფსის. Yeah baby. ბატონო შალვა, ემზადებით ტურნირისთვის. დიახ, ვემზადებით, ტესტავთ იარაღს სხვადასხვა მანძილებზე 30 მეტრაზე, 50 მეტრაზე, 100 მეტრაზე, 150 მეტრაზე. ხო, ნუ 150 არ იქნება სროლა ტურნირზე, მაგრამ 100 მეტრი კი ხო, მაგრამ იქნება 150 მეტრაზე ყვავი დაჯდეს სადმე ტურნირის დროს და არ გაუბართლებს მე. ხო, ზომბის საჭმელად, მკვდარი ზომბის. ხო, ისა, სხვათა შორის ზომბის აპოკალიფსის ტურნირი გვაქვს და იქ რო ყვავი არ გაიჩითოს, ძალიან საკვირველი იქნება, აბა. ბატონ ზაზა, რა სეტყვით იმ სროლელებს, ვინც ეხლა შეიძინა თოფი და ფიქრობს მონაწილეობაზე, მაგრამ თulis რომ მაინც არ არის მზად, გამოცდილება არ მიუღია და ასე შემდეგ. კი ბატონო, პირველ რიგში ყველას წარმატებას უსურვებ. მე ჩემი თავი გამახსენდა. პირველად როცა შევიძინე იარაღი და მოვედი აქ, ფაქტიურად პირდაპირ ჩემპიონატზე მომეწია სროლა რა. კი, თავისთავად დღელვა ახლავს ამ ყველაფერს, მაგრამ მე მაინც ურჩევ, რომ აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა. იმიტომ რომ ერთგვარად ეს მოუხსნის იმ სტრესს, იმ ნერვიულობას და რაღაცნაირად იმ ბარიერებს გადალახავს, რაც ახლავს ჩემპიონატს. გინდა არ გინდა ღელვა მაინც არის. ხო, რაც თავარია მოუწოდებ ახალგაზრდებს, ახალ თაობას, თუნდაც ძველ თაობას, რა მნიშვნელობა აქვს ახალ წევრებს ყველას, ვინც იცის ეს ჯგუფი და უბრალოდ რაღაცნაირად ერიდება მოვიდეს ჩვენთან. ძალიან კარგი ადამიანების ჯგუფია. დავეხმარებით. აირგანი, ყველაფერში არიან ბიჭები, ყველაფერში დაეხმარებიან. ფოტოშორის ველოდებით ერთ ახალ წევრს და მართლა ძალიან კარგი. მე იმედი მაქვს რომ განვითარდება ჩვენი ჯგუფი. სადღაც 10 წუთში მოვა და გადავიღებთ. უი, ძალიან კარგი. მოკლედ წარმატება ყველას და განსაკუთრებით ახალ წევრებს მინდა უსურვო ბევრი კარგი სროლები და შედეგი. მამუ სალამი ძმაო. აბა როგორ ემზადები ტურნირისთვის? როგორც წავანგითხარი, პირველი ტესტი არის ამ იარაღის. პირველი გადასროლაზე სანტიმეტრზე ნაკლები იარა და 9 სანტიმეტრი იყო რა ძირითადი ჯგუფი. ეს ხო ძველი პარტია არის. გადავედი 100 მეტრზე, 150 მეტრზე და პირველი გადასროლებით ავიღე. შვენიერი. მამო, შენ გამოცდილი მსროლელი ხარ და რა სეტყვი იმ მონაწილეებს, ვისაც შეძენილი აქვს აირგანი და უნდათ ჩვენ ტურნირზე მონაწილეობა. ნუ ვერ გადაუწყვეტიათ ხო იცის პირველი გამოსვლა როგორიც არის რა. გავიდე, არ გავიდე, იქ პროფესიონალები იქნებიან ეს ის და ასე შემდეგ. თუ არასოდეს არ ცდით, ყოველთვის შორიდან უყურებთ ამ ყველაფერს, ასე რომ მოვწემთ. რაც თავარია გარემო გვაქვს იდეალური, ხო ასე? კი ბატონო. წარმატებებით, მაო. მადლობა. მოგესალმებით ბატონო გია. ჩვენი ვეტერანი წევრი. წლებია აირგანის ნამდვილად შესანიშნავი მიმყოლია მთელი იარაღის სეგმენტით და თავის სლაგებით, ტყვიებით, ტურნირებით. ბატონო გია, რა სიტყვით ზოგადად შეჯიბრზე, როგორ ემზადებით, რა სიტყვით ახალ მონაწილეებს, ვისაც მონაწილეობა უნდა და ნუ ვერ გადაუწყვეტიათ, მოვიდნენ, არ მოვიდნენ, ასე შემდეგ. ნამდვილად სხვა შეჯიბრებთან განსხვავებით ახლა ტარდება ბევრად საინტერესო, განსხვავებულია კიდევაც და ამ დროს საინტერესოც არის. მრავალფეროვანი ესეთი, რო ვთქვათ, რაღაც მოქმედებებით. ხო და რა ვიცი, ვემზადებით ყველანაირად ვცდილობთ რომ ვიყოთ ცოტა მომართული მაგ შეჯიბრთან და რა ვიცი ახლა. ნუ სამიზნეები იმ ზომის არის, რომ არ არის ეს პრეციზიული სროლა, რომ გაუჭირდეს ნებისმიერ სროლერს. უფრო ექშენის მხრივ იქნება აქ გადაწყვეტა. კი, უფრო სხვანაირია, უფრო საინტერესოა, უფრო მობილურია, მოძრაობა გვიწევს სხვადასხვა სამიზნეებთან გადაადგილება. მე მგონი ზოგი დაწოლილი პოზიციაშია, ჩამოხლული. კი. მაგიდიდანაც არის, ძალიან საინტერესო. ელიზბარ, მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორ ემზადები ტურნირისთვის, აბა, გამოხვედი სავარჯიშოთ. რა ვიცი, ვემზადები შესაბამისად რა შეგვიძლია. და ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. ელიზბარ, შენ პირველ ტურნირზე 2002 წელს გამოხვედი, მახსოვს ეგ პერიოდი და მე უკვე წვეტა გქონდა, აღარ გამოსულ ხარ.
ასე ეგეთი ცოტა ადრენალინს ხო არ გძნობ ისე მოზღობებულად რომ შიერი ხარ. ახლა როცა ამ საქმესთან ვარ ყოველწლია რა. მაგრად ვიყვარს ეს ყველაფერი თვითონ ბავშვობიდან ვარ მაგ ყველაფერში. ნუ ის რუსული ტოპებიდან დავიწყოთ. ჯერ რომ მართლა რომ ძალიან ვიყვარს და რა ვიცი. კარგია ძმაო. წარმატებებს გისურვებ. კარგი სროლები და რაც თავარია გავერთობით. კი, მე უფრო მაგის გულიზე გატრეს მოსაგებად და რაღაც არა. ხოხტე. გენოცვადი ძმაო. ბატონო ვაჟა. რა სიტყვით ტურნირის შესახებ? როგორ ემზადებით? აი ხო უბრალოდ ვადგენ რა მანძილზე რა მილდოტით დაუმიზნო რომ ვიცოდე შეჯიბრებაზე როგორ ვისროლა. უბრალოდ ზუსტად ზონები მინდა ვიცოდე შეჯიბრებაზე რა ხელა გონგები იქნება. გეტყვით ზონებს 5 სანტიმეტრიან სვესვრი 100 მეტრაზე ვარტყავ, 150-ზე ცოტა გამიჭირდა ვერ გავარტყე. გეტყვით ამ წუთას, ესე იგი მინიმალურია 5 სანტიმეტრიანი სამიზნე, რომელიც 30 მეტრზე, კი ბატონო. მაქსიმალურია 25 სანტიმეტრიანი 100 მეტრზე. აი 15 სანტიმეტრია ჩვეულებრივ 100 მეტრზე. 10 დენის გარეშე 10-დან 100 ურახული და მე მგონი ცოტა დაუბადარავთ. 25-იან ძალიან დიდი 100 მეტრზე. არა, როგორ არის, იცი? გათვლილია ექშენზე და ახალი მონაწილეები, ვინც პირველად გამოვლენ, ზედმეტი სტრესის გარეშე ესვრიან, იმიტომ რომ სამიზნეები დიდი იქნება. თან გასაგები აქ წოლითი დგომითი ჩამოხვრით. კი. წოლითის მაგერად ფეხიდან რო ფეხზე დგომების რო არ შეიძლება, ხო? ჩავადაც. არა. ჩანაცვლება არ შეიძლება. ნუ არ არის პრობლემა, ვეცდებით, ნახოთ რა გამოვა რა. მადლობა წარმატებებს გისურვებთ. თქვენც ასევე. დადო, ხუთს გახსნის. ხუთში აქ იქნება ბევრი ცარიელი გილზაც რაღაცები და უნდა მოძებნო 2 ცალი კამპეჩის. გაზნა. ჩადებ თოფში. ბატონო, დაიკეტა და წავიდა ზომბი 1, ზომბი 2. 20 მეტრი და 30. მეორე. ეგ არის. გადაიხსნა თოფი. არ უნდა ამოღება, თავარი გადახსნილი იყოს დადე. всё, წავედ დავიღეთ პნევმატიკა. გადავედით მეორე პოზიციაზე. აქ მეორე პოზიციაზე აქ იქნება წოლიარე პოზიცია. იქ 30 მეტრში ყავს პატარა ჩიტუნები. ძველიდან მოხსენით, ტყვია ჩავდეთ. აი ხა უნდა აღმოაჩინო იქ 5 ცალი ჩიტი. მოხდა. ამას გავარტყი და ხლა ეს. ეგეც მოხდა. მანძილი 30 მეტრი. სასროლი პატარა ჩიტები. всё, ავდე. შემდეგი. ცელზე ნებისმიერ ვარიანტში ვერ არის. ცელზე გადმოტენემ ჭიდი ამოიღე, ნუ გადმოხსენი. ჭიდიც ამოღება? წავედ. აქედან მესურით ყვავებია ბუჩქებში 3 ცალი. ისინი ჩამოხსნა. რამდენი მეტრია? 47. ძველი და გავიწყდეს. მესამე მინდა თავში მოგავიდე. იგა. მაგას მწავედ. აი პირდაპირ მომიყურეთ რა. შემდეგი, ლორჩა. ცელზე დავაყენეთ. გადავიდეთ შემდეგ პოზიციაზე. მეოთხე პოზიცია. ახლა გამავიწყდა რა ზომა. ჯერ უნდა გავზომოთ მერე ტყვია. ამოზარვას მიჩვენებს. შანსი არ არის ძალიან მიტოვოს. არა და სამიზნე დიდია.
უბრალოდ მოუხერხებელი პოზიციაა. რამე არ მოხდა. აი მომენტს უჭერ რაღაცნაირად. კი. მაგრამ ძალიან იგი მესამე იყო? ჰა. დაელოდე იმას ჯვრის შესვლა სამიზნეში და მე გამოგა. ეგ არის და ჩამსხვრია ბოლოს. მგონი ხუთი იყოს. ძალიან გიტოგავს კი. არა უშავს. წავედით შემდეგი. შემდეგი უკვე ტრიპოდიდან აი დასაცევი სამიზნე ზომბი ეხლა ერთი ცალი და ხუთი ცალი იდება ეგეთი და ხუთი უნდა წავსი ხუთანში ხდება დაბალი ქულა თუ შუბლში რომელიც წასაქცევია და წაიქცევა მაშინ მაღალი ქულა წერა ზომა ეს კარგია კი საჭიროც არის რა 58 იცი მოხვედრეს ეტელი ეგ არის იქნება ყველა ვარიანტი. ეგ არის ანუ ორი მაღალი ქულა თქვენი გაშოვა ხელკარგეძი არ შეიძლება ოფისის მე რაშუაში ოპს სილუეტი ახლა მე ვიყავი დავინახე როგორ ქულა ორი მაღალი ქულა გაქვს ახლა მეხუთე და სილუეტი შემდეგი პოზიცია წავედით გორაზე არის ახლა ბალეშები აქ გასვახე. როცა დაწოდე მაშინ მოაჩავდოთ ყია. ხო? კი. ყია. და არა. 86. აგებონს იგი დაფერხოზე ის რა. გასაგებია. იმას შეგიძლია სულ უსასრულო. თავარი ამოცანა არის, ჯერ გაათხარ ზედას, რომ წაიქცეს სამიზნე გული. მაგის მერე ქვედას უნდა გაარტყა, რომ დააყენო ხელახლა გული სამიზნე ცოცხალი რო გახდეს. მაგას თუ გააკეთებ, მაშინ შეგიძლია ჟაკანი აიღო. თავარია პირველი გაარტყა ზედას. ქვედას რამდენი ძგინი არტყა, თუ პირველი ზედა არტყა, აზრი არ აქვს. პირველი ზედა მერე ქვედა. ეს რამდენი მეტრი იქნება? 30. მოხსნა ვენიერი. აი, იყო ამისა, სნაიპერი ხარ, ეგეთი იონი იქნება. აბა ეხა დააყენებ. აი ჟაკანი შენია. ავიღეთ ჟაკანი. ისე დააყენე თოფი. ვიღეთ ჟაკანს. იაკანს უფრო სწორად. და წავედ ეხა საწყის პოზიციაზე. ანუ მერვე პოზიცია. ცოტა აქედან დამოვა. კი. ლიკასაჩერები. და იგი რა გვაქვს გონგი. Fire in the hole. ეგ არის. საო. გააჩერე დრო.